მოგესალმებით. დღევანდელ გადაცემაში ვსაუბრობთ თუ რატომ არის წიგნის საუკეთესო საჩუქარი. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში კი დაგვეხმარება ბიბლუსის მაღაზია თაქსელი, რომ ერთად ავარჩიოთ და მივხვდეთ თუ რატომ უნდა ვაჩუქოთ ჩვენთვის ძვირფას ადამიანებს სწორედ წიგნი, რომელიც არის მარადიული საჩუქარი. ჩვენი ერთ-ერთი სლოგანი არის ასეთი, რომ წიგნი საუკეთესო საჩუქარია და ნამდვილად ასეა. არ არსებობს ვერ წარმომიდგენია ასაკი, ან სტატუსი, ან სქესი, რომელსაც წიგნი არ გაუხარდება. აღმოჩნდა, რომ დედამიწის ყველა წერტილში ქალებს საერთო პრობლემები ქონიათ. მიუხედავად მათი სტატუსისა, მიუხედავად გეოგრაფიული მდგომარეობისა. ასევე გვაქვს ჩვენ ექსკლუზიური გამოცემები საკოლექციო წიგნების, რომელიც მართლა როგორც ინვესტიცია ისე შეგვიძლია დავინახოთ. ესეც არის არაჩვეულებრივი, საკმაოდ ღირებული საჩუქარი. რაღაცა ესეთი ის მოუგონე ჩემს თავს და ჩემს შვილებსაც და არ ვიცი, შეიძლება თქვენს მაყურებელს ეს პატარა ასე ვთქვათ ტუტორიალი გამოადგეს იმისთვის, რომ შეაყვარონ ბავშვებს წიგნები, მით უმეტეს გაჯეტების ეპოქაში. ჩვენს მაყურებელს მე მგონია, რომ რაღაცნაირად კარგად მივაწოდეთ ის ინფორმაცია, როგორ შეუძლიათ მათთვის მნიშვნელოვანი ადამიანებისთვის საჩუქარი კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი გახადოთ. ჩვენი გადაცემის სტუმარია სოფო გორდაძე, ბიბლუსის ჯგუფის საოპერაციო დირექტორი. მოგესალმები. მოგესალმები. და გადაგიხადო შენი დათმობილი დროისათვის და ძალიან მიხარია, რომ უნდა ვესაუბროთ ჩვენს მაყურებელს წიგნებთან დაკავშირებით, რატომ არის საუკეთესო საჩუქარი. განსაკუთრებით მარტის თვეში არის ხოლმე აქტიურად, როდესაც ვჭირდება რომ ავარჩიოთ საჩუქრები ჩვენ ძვირფასი ადამიანებისათვის. და წიგნი არის რაღაც მარადიული საჩუქარი ჩვენი წარწერით, ემოციით, სურვილებით და და რა ჩვენს მაყურებელს ამ თემასთან დაკავშირებით გაუზიარო შენი აზრი თუ რატომ უნდა ვაჩუქოთ არა დროებითი ნივთები, არამედ მარადიული წიგნი, რომელიც არის საჩუქარი. დიდი მადლობა თქვენ, რომ გადაწყვეტეთ გაგიკეთებინათ ასეთი ტიპის გადაცემა. ჩვენ მოკლედ მარტის თვე ძალიან ქალების თვე არის. 3 მარტიც, 8 მარტიც. ბიბლუსი განსაკუთრებულად ემზადება ხოლმე ამ თარიღისთვის და არ ვიცი, ჩემთვის ჩვენი ერთ-ერთი სლოგანი არის ასეთი, რომ წიგნი საუკეთესო საჩუქარია და ნამდვილად ასეა. არ არსებობს ვერ წარმომიდგენია ასაკი, ან სტატუსი, ან სქესი, რომელსაც წიგნი არ გაუხარდება. გამორიცხულია პატარა ბავშვიდან დაწყებული, ჩვილობიდან თუ ბავშვს წიგნს მივაჩვევთ, დამთავრებული უკვე ზრდასრული ასაკით, ყველასთვის რაღაცა ძალიან სასურველი საჩუქარია. მით უმეტეს დღევანდელ საქართველოში საბედნიეროდ განებივრებული ვართ გამომცემლობებისგან ბევრი სიახლით, საინტერესო ავტორებით, მათ შორის ახალი და ძალიან საინტერესო თარგმანებით ასევე. თუ ვიტყვით ერთი ლურჯი ოკეანის მიმართულებას, რომელიც ბიზნეს ლიტერატურა არის, იმდენი სიახლე გვაქვს ხოლმე, რომ ჩვენ თვითონაც ვერ ვასწრებთ ბიბლუსელების წაკითხვას. საჩუქარსაც შეეხება უბრალოდ რადგან ჩვენ აქ დავდექით, ეს პირველი შემხვდა კოკო შანელის სამყარო. ჯერ თვითონ წიგნი არის ულამაზესი საჩუქრად მართლა. სუნამოს რატო ჯობია? მე არ ბლოკავ მამაკაცებოს სუნამოს ჩუქებას, პირიქით არაჩვეულებრივი საჩუქარია, თუმცა შანელის სუნამო დაახლოებით 2 თვის ვადით შეიძლება განსაზღვროთ გააჩნია როგორც ჩემსავით თუ ისხავს ადამიანი ერთი კვირა ეყოფა. ეს წიგნი არის, არ ვიცი, ისეთი ადამიანისთვის, ვისაც მოდა უყვარს, ან არ უყვარს ჯერ ალბათ ძალიან ცოტა ქალბატონი იქნება ასეთი. ერთ-ერთი საუკეთესო საჩუქარია და თვითონაც რაღაცნაირი ისეთია, ძალიან ლაქშერი, როგორც შანელი. ამიტომ ვიტყოდი, რომ ვერ გეტყვით, რომ ეს ჩემი საყვარელი წიგნია, თუმცა საჩუქრად არის საუკეთესო, გამომდინარე მისი გარეკანიდან და რაღაცნაირი ესეთი ნიშური ვიზუალიდან. ეს ზომაც ძალიან კომფორტული არის სატარებლად არის არაჩვეულებრივი. კი ბატონო. ან საცობში უცბად რომ გქონდეს დრო გადავფურცლოთ. უწყვეტად ვიკითხოთ ხო სახლიდან, საცობიდან სამსახურში სეირნობის დროს ასე შემიძლია, რომ ესეც ერთ-ერთი პლუსია. ხო, აქ ეხლა სპეციალურად შევარჩიე მე, ეს არის ჩემი საყვარელი წიგნი. ეს არის შაფაქის სიყვარულის 40 წესი, თან ეს შეფუთული არის ულამაზესი. და კიდევ უფრო მეტად კრეატიულადაც შეიძლება სახლში ვინმე რამე მოიფიქროს. ხო, მგონია რომ სიყვარულის 40 ზუსტად ის რისიც მე მჯერა და რასაც ვეღრდნობი, ცნობიერებით იქნება თუ ჩემი ამ აზროვნების დეტალებით, ამ წიგნში ყველაფერი არის მაგაზე. არ ვიცი რამდენად აქვს ჩვენს კითხელს წაკითხული, თუმცა ვისაც არ აქვს წაკითხული, ძალიან მშურს იმ ხალხის
წინ გელოდებათ რაღაც საოცარი თავგადასავალი და არ ვიცი ეს წიგნი ვიღაცამ რომ აჩუქოს მიუხედავად იმისა რომ სახლში მაქვს ვიქნები უბედნიერეს. ამას აკეთებდებ. კი, არაჩვეულებრივი იქნება. თან ყვავილებიც კარგია, თუმცა მე ძალიან გული მწყდება ხოლმე როცა ყვავილები ჭკნება. დარდობ. ხო, ხა დიდი ქოთნით არავინ მორბის ჩვენთან და ყვავილების დანიშნულებაც სხვა არის, ძალიან ლამაზია ქუჩაში რომ ხედავ ხოლმე, თუმცა მაინც ხო მგონია რომ რაღაცა წიგნი ყვავილთან ერთადაც შეიძლება, ესეც არ არის გამორიცხული. ერთი დაჭკნება, მეორე იქნება სამუდამოდ. ხო, ეს არის ჭამე ილოცე შეიყვარე, ალბათ ბევრს გაქვთ ნანახი ფილმიც, ეკრანიზაცია სხვათა შორის არაჩვეულებრივია. მეც თან თუ გავითვალისწინებთ რომ ჯულია რობერტსი არის ჩემი საყვარელი მსახიობი, მე მგონი ყველა დროის ვგიჟდები, ანუ რა როლსაც თამაშობს, ყველგან თანაბრად მომწონს ეგ ხალი. და როცა წიგნი წავიკითხე და მე ეკრანიზაცია ვნახე, უბედნიერესი ვიყავი. ამიტომ ესეც არის აი შინაარსიც თუ არიციან, მე არ დავასპოილერებ არავის, მაგრამ რაღაცა პატარა აღწერას ვიტყვი, რომ რაღაც პირადი ცხოვრების კრიზისი ეწყება ქალს და როგორი არის შემდეგ მისი ქცევა, რას აკეთებს, როგორ აკეთებს და სხვა შორის ძალიან ბევრ საინტერესო ქვეყანაში ვიმოგზაურებთ ამ წიგნის დახმარებით. ასე რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემთვის წიგნი არის ხოლმე, ანუ მოგზაურობის საუკეთესო საშუალება. ბუნებრივია ხა ქვეყნიდან ყოველთვის ყველა ვერ გავდივართ. ჩვენთვისაც აუცილებლად და ხო, აი ეს ფანტაზიაც და მოკლედ ხო, ისეთია რა. ძალიან ბევრი ქვეყანა, რომელიც არ მინახავს თვალით, წიგნებით კარგად მაქვს შეცნობილი და ძალიან ვამაყობ ამით. საფუას მაინტერესებს მარტის თვეში თუ არის უფრო მეტი დრო დათმობილი ქალი ავტორების მიმართ, უფრო მეტად ურჩევენ საჩუქრად ქალი ავტორების მიერ შექმნილ წიგნებს. არის სხვათა შორის. გაზაფხული წიგნისთვის ზოგადად არის მნიშვნელოვანი პერიოდი, იმიტომ რომ აპრილი არის წიგნის შუქების თვე და კონკრეტულად 23 აპრილი წიგნის შუქების დღეა და საერთაშორისოა და ეს მხოლოდ ჩვენთან არ ხდება. ჩვენ ბიბლიაში გვაქვს ძალიან საინტერესო ტრადიცია, ერთმანეთს ყოველთვის 23 აპრილს ვჩუქნით წიგნებს. ეს საიდუმლო სანტას პრინციპი რომ არის ამ ტიპით და მოუწოდებ ყველა კომპანიას რომ ამაზე კარგს ვერაფერს ვერ გააკეთებენ, თან რაღაცა საოფისე საინტერესო აქტივობაც გამოუვათ და თან არჩეულებრივ საჩუქრებს მიიღებენ. ქალი ავტორებზე რადგან ვსაუბრობ, სალომე ბენიძის ქალაქი წყალზე არის, ქალია თავადაც ავტორი და არის წიგნი, რომელიც მოგვითხრობს 10 ქალის ისტორიას. ეს ადამიანები ცხოვრობენ ერთ ქალაქში, ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ აქვთ, თუმცა ძალიან ბევრი აქვთ საერთო. ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ აღმოჩნდა, რომ დედამიწის ყველა წერტილში ქალებს საერთო პრობლემები ჰქონიათ. მიუხედავად მათი სტატუსისა, მიუხედავად გეოგრაფიული მდგომარეობისა და მოკლედ ამაზე ძალიან ბევრია მოთხრობილი და არ არის დიდი წიგნი, მარტივად წასაკითხია, ავტორი ძალიან საინტერესოა და არ ვიცი, ყველას ურჩევ რომ თუ საჩუქარს ეძებენ ქალებისთვის ეს არის არაჩვეულებრივი საჩუქარი. ხო, ასევე ქალები ჰანას წიგნი არის, ეს შედარებით მძიმეა, იმიტომ რომ ამერიკა-ვიეტნამის ომის პერიოდს ეხება. თუმცა ძალიან საინტერესოდ არის მოთხრობილი ამ გოგონას ისტორია, რომელსაც ძმა დაიღუპება ომში და თვითონ მიდის, ასე ვთქვათ, რომ დაეხმაროს ჯარისკაცებს მედდად და მოკლედ რთულია, ნამდვილად არ არის მარტივი წასაკითხი, პირიქით ვიტყოდი, რომ ძალიან მძიმე წიგნია, მაგრამ ძალიან საინტერესოა ამავდროულად, თან ქალთა დღეს სათაურიც მოკლედ ქალები ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე გვაქვს ჩვენ ექსკლუზიური გამოცემები საკოლექციო წიგნების, რომელიც მართლა როგორც ინვესტიცია ისე შეგვიძლია დავინახოთ. რას ნიშნავს ახლა ეს ინვესტიცია? დაახლოებით იგივე არის, ნახაც რომ ყიდულობ და მისი ფასი იზრდება, ასეთი საკოლექციო წიგნები ბევრი გვაქვს. ესეც არის არაჩვეულებრივი, საკმაოდ ღირებული საჩუქარი. წაიკითხე წიგნები უკეთესად იქნები. ნამდვილად ასეა, მეც ძალიან მიყვარს, წლების სლოგანია უკვე ჩვენი და ეს არ არის შემთხვევითი ამბავი. ნამდვილად ასეა, იმიტომ რომ როდესაც კრიზისი გაქვს პირად ცხოვრებაში ან არაპირად ცხოვრებაში უბრალოდ, როდესაც რაღაც საინტერესო გჭირდება, როდესაც სიახლე გჭირდება, ყოველთვის ვერ მოახერხებ, ხო, იმ გარემოში, რაშიც ხარ ამას. ამიტომ ახალი წიგნი ყოველთვის არის ხოლმე ახალი თავგადასავალი და არ ვიცი, ახალი მოგზაურობა. მე ყველა საინტერესო მოგზაურობას უსურვებ. ყველა მკითხველი ჩვენთვის უსაყვარლესია და სხვათა შორის კარგი მკითხველი არის ძალიან დიდი სიმდიდრე ბიბლუსისთვის არა მხოლოდ ზოგადად ქვეყნისთვის და საბედნიეროდ ჩვენს ქვეყანას ძალიან კარგი მკითხველი ყავს და არ ვიცი, მადლობა მინდა გადავუხადო ყველას იმისთვის, რომ არიან ჩვენი ერთგულები. შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნი ან გაგვიზიარო შენი ემოციები, როდესაც წიგნმა განსაკუთრებით მეგობრის როლი, ესე რომ ვთქვათ, აითვისა. და მოგცა ძალიან მნიშვნელოვანი რა.
ახლა ვკითხულობ ამ წუთას დოსტოევსკის ძმებ კარამაზოვებს. ვერ გეტყვით, რომ ძალიან მეგობრულად ვარ ამ წიგნთან განწყობილი. ნუ ზოგადად ხა დოსტოევსკიზე მე აღარ ვისაუბრებ, იმიტომ რომ ყველა დროის ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო ავტორია. თუმცა იცით რა არის, როდესაც ძალიან დატვირთული დღის მერე მივდივარ ხოლმე სახლში და მახსენდება, რომ წიგნი უნდა წავიკითხო, ყოველთვის ვერ ვახერხებ, ნამდვილად მოვიტყუები, მაგრამ რაღაცა ესეთი ის მოუგონე ჩემს თავს და ჩემს შვილებსაც და არ ვიცი, შეიძლება თქვენს მაყურებელს ეს პატარა ასე ვთქვათ ტუტორიალი გამოადგეს იმისთვის, რომ შეაყვარონ ბავშვებს წიგნები, მით უმეტეს გაჯეტების ეპოქაში. მოკლედ ესეთი რაღაც ვთქვით, რომ როგორი დღეც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა ხდებოდეს იმ დღეს, მხოლოდ ორი ფურცელი წიგნი წავიკითხოთ ყოველ საღამოს. ხა ორი ფურცელი არის მართლა რა ვიცი 5 წუთის საქმე. მე ეს ორი ფურცელი ბავშვებისთვისაც, ჩემთვისაც, იმიტომ რომ საინტერესო ამბები როცა ხდება ვერ გაჩერდები, გადაიქცა მთლიან წიგნად. და ძალიან კარგი შედეგი მივიღეთ, მოკლედ ჩვენ ოჯახში და მე პირადად ესე რაღაცა მივიწყებული რომ მქონდა დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე წიგნის კითხვა, ეს ძალიან კარგად აღვადგინეთ და ყველამ ვიცით რომ დაწოლის წინ ტელეფონის სკროლვა შეიძლება, მაგრამ მინიმუმ ორ ფურცელს ყოველდღე ვკითხულობთ. ამიტომ ახლა ძალიან მეგობრობ წიგნებთან, ზოგადად ძალიან მიყვარს წიგნის კითხვა და ვფიქრობ რომ ხო, ვერ გეტყოდით რომ მაინც და მაინც მსუბუქია და ესე კარგად წასაკითხია თქო ადვილად და მარტივად, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები არის იქ აღწერილი, რომელიც დღევანდელი ქვეყნის ყველა ჩვენი საქართველოს ყველა მოქალაქეს უნდა ქონდეს კარგად გაცნობიერებული, წაკითხული და გააზრებული. მე ვუსურვებ ყველას, რომ ზუსტად ის გაიგონ წიგნებიდან, რაც ავტორს უნდა რომ გაგაგებინოს. მე მაინც მგონია რომ რამდენი ადამიანიც არსებობს, იმდენაირი გაგება ექნება ყველა წიგნს და ასევე არ ვიცი, მინდა რომ კიდევ უფრო გაიზარდოს წიგნის როლი ქვეყანაში. და ასევე აუცილებლად უნდა ჩვენს მაყურებელს ვუჩვენოთ და ვესაუბროთ საკოლექციო წიგნებზე, სოფო, შენ განდობ რა თქმა უნდა ამ საქმეს, იმიტომ რომ მართლაც გამორჩეული წიგნები არის ლებელსის მაღაზიათა ქსელში. ნამდვილად, ეს ძალიან ღირებული საჩუქარია. ნუ ეს არ არის ძალიან ბიუჯეტური, თუმცა არის ლიმიტირებული გამოცემა, განსაკუთრებული ხარისხი, ეს კონკრეტულად არის არტისტები, რომლებაც შეცვალეს ისტორია და ერთ-ერთი ჩემი ძალიან საყვარელი წიგნია, ნუ ეს თვითონ ხარისხით ვთქვათ, შინაარსით არის ძალიან გამორჩეული, როგორც გითხარით, სულ რამოდენიმე ცალია და შესაბამისად ეს როგორც ინვესტიცია შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, იმიტომ რომ ამის ფასი წინა წლამდე იზრდება. არის ასეთი დიორის, რომელიც არის ულამაზესი შიგნით. ახლა არ გავხსნი მე შეფუთულს, თუმცა დამეჯერება, ნანახი მაქვს. მოდის მოყვარულებისთვის არის ძალიან კარგი საჩუქარი. და საინტერესო დასათვალიერებელიც იქნება. ძალიან საინტერესოა. ასევე ვინც მუსიკით და კონკრეტულად ბიტსით არის გატაცებული, ეს არის არაჩვეულებრივი წიგნი, ნუ მოცულობით ცოტა დიდია. მთლიანად ბიტლსის ისტორია ამ შემთხვევაში. არა, პოლ მაკარტნის კონკრეტულად, შესაბამისად, ხო, რაღაცა ისეთია. და ამასაც ვერ ხსნი, რომ ვერ გიხსნით, ცოტას ვდარდობ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ შეიძენ ჩვენი მაყურებელი და აუცილებლად, ეს არის ჩემი საყვარელი მხატვარი. მხატვრობაში დიდად ვერ ვერკვევი, აქ უნდა ვაღიარო, თუმცა არ ვიცი ხა სალვადორ დალი ვინმეს რო არ მოწონდეს, მინიმუმ აინტერესებს. აი რატომ არის შენი საყვარელი მხატვარი? არ ვიცი. იცი რა არის, ჩემი პროფესია არის, მე ვარ ტელერეჟისორი პროფესიით და არ მიმუშავია ჩემი პროფესიით არასდროს, თუმცა როდესაც ვსწავლობდი სამხატვრო ისტორიას ესე გავდიოდით და უბრალოდ რომ ჩემთვის ნახატის მოკლედ ანუ როგორი ნახატი მოგწონს, ანუ მე მომწონს ის, რასაც სახლში დავკიდებდი. ანუ არ ვიცი როგორ უნდა განსაზღვრო ეგ რა და ცოტა მისტიკოსი ავტორებიც მიყვარს და მხატვრებიც და ნუ დალი ძალიან მისტიურია, ძალიან უცნაურია და ამიტომ რაღაცა განსაკუთრებულად მომწონს და ეს წიგნი არის ხელოვნების ნიმუში. ეს რო ვიღაცა მაჩუქოს სიხარულით შეიძლება გადავიდიო, გავგიჟდე, იმიტომ რომ არ მაქვს ეს წიგნი, ძალიან საინტერესოა, როგორც გითხარით, უკვე სულ რამოდენიმე ცალია ესეც საკოლექციოში შედის და ყოველწლიურად ამ მსგავსი ლიტერატურის ფასი იზრდება. ამიტომ ძალიან კარგი ინვესტიციაც არის იმ ყველაფერთან ერთად, რაც ჩვენ ჩამოვთვალეთ. აი ეს რატომ არის რომ ჩვენ თქვით რომ წიგნი მარადიული საჩუქარია, რომელიც დროსთან ერთად კიდევ უფრო და ძვირფასი ხდება. აი ფასის ზრდა როგორ ხდება ხომ ამ შემთხვევაში? აი როგორც ნახატებზე. მაგალითად არის რაღაცა სულ ერთი ცალი პირობითად და ამიტომ ღირს ძვირი და რაც დრო გადის ავტორი ანუ ის კონკრეტული მხატვარი უფრო ფასდება და მისი ფასი იზრდება და თუ ვინმე აგროვებს წიგნებს და აქვს როგორც ძალიან ძველი წიგნები, რაღაც ეტაპის მერე ეს წიგნებიც იქნება შედარებით ძველი, იქნება უნიკალური და ამიტომ მისი ფასიც გაიზრდება
აუცილებლად მაგის პირობას მე გაძლევთ. მაგის საფრთხე არ არსებობს. ხო, ასევე ბიბლიაში არ მინდა რომ წარმოიდგინო რომ თუ ჩვენ მართალია ვსაუბრობთ იმაზე რომ წიგნი არის საუკეთესო საჩუქარი, თუმცა ძალიან ბევრ აქსესუარს შევხვდებით. მაგალითად ახლა უცებ ძალიან კარგი საჩუქარი რაც გამახსენდა არის ბიბლუსის და რუსტომ ფეტიაშვილის კოლაბორაცია. ჩვენ გავაკეთეთ სპეციალური სკეჩბუქები, გავაკეთეთ პატარა დღიურების ფორმატი, ნუ ფეტიაშვილის მხატვრობათან, რადგან მხატვრობაზე ვისაუბრეთ, ამ ამბავს მოვაყოლე, ესეც ვიცით რომ არის მართლა უნიკალური და ამასაც დიდი სიამოვნებით ვიქონიებდი. და გვაქვს როგორც მძივებით ასაწყობი ნახატები, იცით ალბათ თქვენ ეს რაღაც თან თერაპიული პროცესია და თან ხო, მთლიანი ნახატი ეწყობა და რაღაცა ის სტრესისთვის არაჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, ინსტრუმენტი გამოდგა. ხო და ძალიან ბევრი აქსესუარი კიდე როგორც დეკორის ნაწილში, ისე რაღაცა წიგნის აქსესუარები საინტერესო და მნიშვნელოვანი. მრავალმხრივ შეგვიძლია რა ასე რომ ვთქვათ, ჩვენს მომხმარებელს მივუწევთ რჩევები, როგორც წიგნების მიმართულებით, მუსიკის მიმართულებითაც, იმიტომ რომ ვინილებიც ვარ ჩვენად მათ. და ასევე ადამიანების ინტერესის მიხედვით, ხელოვნება ინტერესებს, მხატვრობა ინტერესებს, ურთიერთობები ინტერესებს, ფსიქოლოგია, მოდა ინტერესებს, მრავალი ესე რომ ვთქვათ, არჩევანი არის ამ კუთხით და ეს ძალიან ბევრს ნიშნავს და ძალიან საინტერესოა. კი ბატონო. ხო, თუ ვინილებზე, არ ვიცი, ალბათ არსებობენ, ამასაც თავის კოლექციონერები ყავს, როგორც ფირსაკრავის შეძენა არის შესაძლებელი ჩვენთან და ვინტაჟური ვიზუალით არის ულამაზესი და ხედავთ თქვენც, ასევე კონკრეტული ვინილების შეძენა, რაღაცა მუსიკის მოკლედ ამ ესთეტიკაში მოსმენა კიდე განსხვავებული საკითხია, იმიტომ რომ ჩვენ ყველა მიჩვეული ვართ უკვე რომ ტელეფონში ჩავთავთ მანქანაში რაღაცას მუსიკას ან კონკრეტულ დინამიკზე სახში, მაგრამ აი ამ მიმართულებით მუსიკის მოსმენას თავისი ინტიმი აქვს. რა თქმა უნდა. რომელიც არ დაიკარგება, პირიქით უფრო აქტუალური გახდება. და ისედაც ხმა როგორიც აქვს ფირსაკრავს, ეს არის აი რომ მთელი ორკესტრის შეგრძნება შეგვიძლია თითქოს ვიმყოფებით და პირდაპირ ვუსმენთ, ესე რომ ვთქვათ, მათ ცოცხალ შესრულებას. ეს ესე ვთქვათ, ბენეფიტები აქვს ფირსაკრავს ნამდვილად და მე ჩვენს მაყურებელს მე მგონია რომ რაღაცნაირად კარგად მივაწოდეთ ეს ინფორმაცია, როგორ შეუძლიათ მათთვის მნიშვნელოვანი ადამიანებისთვის საჩუქარი კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი გახადონ. იმიტომ რომ ეს ერთმანეთში ძალიან კავშირში ერთს, ამიტომაც წარწერები მათი ემოციური კავშირები საჩუქართან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომაც ძალიან მიხარია რომ დღევანდელ გადაცემაში მათ მივეცეთ ის რჩევები, რომლებიც გამოედგებათ ნამდვილად და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადა შენ და ასევე ბოლოს მინდა მათ ვურჩიოთ, რატომ არის მნიშვნელოვანი წიგნი და შევთქვათ თქვენ თქვით უკვე ყოველთან ერთადაც შესაძლებელი არის, მაგრამ წიგნის მნიშვნელობა შევახსენოთ. ხო, მოკლედ ეს წაიკითხე წიგნები უკეთესად იქნება ჩვენი სლოგანი არის ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და წლებია ბიბლუსთან ასოცირდება. ამიტომ ეს ნამდვილად ასეა, უკეთესობა მოაქვს ნამდვილად წიგნს. ჩვენ ძალიან ვცდილობთ რომ წიგნიერების განვითარებას ხელი შევუწყოთ და ამით ნამდვილად ძალიან ამაყი ვარ მეც და თითოეული ბიბლუსელი. საუკეთესო მოგზაურობის საშუალება ათქო გითხარით და ამას ვადასტურებ ნამდვილად, იმიტომ რომ ერთი წიგნიდან შეიძლება 5 და 6 ქვეყანაში მოგზაურო და ამის საშუალება ბუნებრივია ვერ გექნება სხვა რეალობაში. ამიტომ ვთვლი რომ კიდევ უფრო მეტად დაფასდება წიგნი. გაჯეტების სამყარო, ანუ ვერ მოხდება ვერაფერი რაც წიგნს ჩაანაცვლებს და დღეს კიდევ უფრო და უფრო აქტუალური იქნება წიგნის კითხვა და არ ვიცი, ყველას ვურჩევ რომ თავის შვილებსაც შეაყვარონ წიგნები. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ძალიან განებივრებული ვართ კარგი მკითხველით და კარგი მკითხველი ძალიან დიდი სიმდიდრე და ფუფუნებაა. არსებობენ საბედნიეროდ ჩვენს ქვეყანაში ადამიანები, რომლებიც კარგ მკითხველებად ითვლებიან. დიდი მადლობა თითოეულ ბიბლუსის სტუმარს ყოველთვის. ჩვენთვის დღესასწაული არის ხოლმე ყველა ადამიანის გაბედნიერება და არ ვიცი, თქვენ უღმესი მადლობა. აქვე ქალებს მიულოცავ მარტის თვეს და მეც როგორც ხალი განსაკუთრებულად ასე ვთქვათ, მათი მხარდამჭერი ვარ და არ ვიცი, უსურვებ ყველას მხოლოდ იმას, რაც თვითონ უნდა, მხოლოდ ისეთ ცხოვრებას, როგორიც თვითონ წარმოუდგენია თავისთვის. ძალიან დიდი მადლობა. პირიქით, თქვენ მადლობა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ასევე ბიბლს, რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნის წიგნიერებას და მგონია რომ ეს პროცესი არის შეუქცევადი და ყოველთვის დავა წინ. დიდი მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ, ასევე მადლობა ჩვენს მაყურებელს და ასევე მინდა კიდევ შევახსენოთ თქვენ რომ წიგნი მართლაც არის გამორჩეული და მნიშვნელოვანი საჩუქარი და ამიტომ აირჩიეთ წიგნების საჩუქრად.